მეორე დღეს შეფასებების თემაა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადება, რომელიც წარმომადგენლობამ შუმანის დეკლარაციის ამსახველ ფოტომასალას დაურთო. სათაურით ევროკავშირი მშვიდობისთვის შეიქმნა. ქართული ოცნება განცხადებას დაგვიანებულს უწოდებს და ამბობს, რომ თუ მშვიდობა ევროგაერთიანების ინტერესებში შედიოდა, მსგავსი აქცენტები უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე ერთხელ მაინც უნდა გაეკეთებინათ. ოპოზიციის შეფასებით კი ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში საქართველოს ევროინტეგრაცია ვერ მოხდება. მე შეგახსენებთ, რომ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გუშინ სოციალურ ქსელში შუმანის დეკლარაციის ამსახველი ფოტომასალა გამოქვეყნა, სათაურით ევროკავშირი მშვიდობისთვის შეიქმნა. ფოტოს თანდართული ჰქონდა ტექსტი, სადაც წერია, რომ გაერთიანება 1950-იან წლებში ომით განადგურებული კონტინენტის აღსადგენად შეიქმნა, დღეს კი ის მსოფლიოში ყველაზე მშვიდობიანი რეგიონია. უკრაინა ნახსენები არ არის, საქართველოსთან დაკავშირებით კი ნათქვამი, რომ ქვეყნის სწრაფვა ინტეგრაციისკენ ნიშნავს იმას, რომ საქართველო ამ ისტორიული სამშვიდობო პროექტის ნაწილი გახდება. ევროპელებს აქვს ძალიან მარტივი მიდგომა. ხედავენ, რომ ჩვენი ქვეყნის უმრავლესობას სურს ევროპული ინტეგრაცია და თუ ევროპულ ოჯახში გაწევრიანება გსურს, ქვეყანას არ უნდა მართავდეს ოლიგარქი, არჩევნები არ უნდა ყალბდებოდეს, მედია უნდა იყოს თავისუფალი, ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული და თუ შენ გინდა რომ იმ ოჯახში გაწევრიანდე, არსებობს მინიმალური ქცევის წესები. ევროპელებს კი არ უნდათ მეც მინდა და მე მინდა სამართლიანი სასამართლო და მე მინდა ადამიანის უფლებების დაცვა. შალვა პაპუაშვილს მინდა შევახსენო და არ ჭირდება, რომ რამდენიმე დღის წინ 2-3 დღის წინ მოხდა ის ხო ევროპის ყველა ლიდერი თითქმის ვაშინგტონში იყო ჩასული ერთ-ერთი მიზნის გამო ამ ხალხს ადარდებს გრძელვადიანი მშვიდობა. ეხლა ევროკავშირის ლიდერებს ვერ ასწავლის პაპუაშვილი რა არის ნამდვილი მშვიდობა და ევროკავშირის არც ქვეყანაში ომი არ არის. და გამახსენოს პაპუაშვილმა ბოლო პერიოდში რომელ ქვეყანაში იყო ჩასული რომ მშვიდობაზე ელაპარაკა. ერთია, როდესაც დებულებით, წესდებით, გადაწყვეტილებით იქნება რაღაცა სისტემა, ამ შემთხვევაში სახელმწიფოთა გაერთიანება და კი ბატონო, ევროკავშირის ამ შემთხვევაში შეიქმნა და იქ ამ ბოლო დღის მანძილზე არ ყოფილა ნამდვილად საომარი მოქმედება, მაგრამ რა თქმა უნდა, მხოლოდ ეს ფაქტორი და ეს მოცემულობა არ გულისხმობს იმას, რომ ევრო ბიუროკრატიის მხრიდან სხვა მესამე ქვეყნებთან მიმართებით, ამ შემთხვევაში პარტნიორ ევროკავშირის კანდიდატ საქართველოსთან მიმართებით მხოლოდ მშვიდობის პოლიტიკა და მხოლოდ მშვიდობაზე დამყარებული ურთიერთობა იყო. ფაქტია, რომ მუდმივად განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში ხდება ევროკავშირის მხრიდან, ევრობიუროკრატიის მხრიდან, ევროფონდების მხრიდან უხეში ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში. გამორჩეულად სწორედ 2022 წლიდან, მაშინ როდესაც უკრაინაში დაიწყო ომი, როდესაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, სწორედ ამ თარიღიდან ხდება ეს თავდასხმა ქართულ ხალხზე. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადება სოციალურ ქსელში ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარეს. ევროკავშირში ჩვენი წევრობის მიზანი ნამდვილად არის უფრო უსაფრთხო და დაცული მომავალი. დღევანდელ შეშლილ სამყაროში ჩვენი მთავარი საზრუნავიც ის არის, რომ ევროკავშირამდე მიმავალ გზაზე ფიზიკურად თუ სულიერად ისე არ დავზიანდეთ და გავნადგურდეთ, რომ ევროკავშირში შესულებს დასაცავიც აღარაფერი დაგვრჩეს. ის, რომ ევროკავშირი მშვიდობისთვის შეიქმნა, ავტომატურად მშვიდობას არ ნიშნავს. ევროპა თვითკობას არ უნდა მიეცეს. ქართველებმა ძალიან კარგად ვიცით, რომ მშვიდობიდან ომამდე თვალის ერთი დახამხამება. ევროკავშირის საელჩოს მიერ წამოწყებული ბევრჯერ გატკეპნილი პროპაგანდისტული კამპანია მხოლოდ იმის დასტურია, რომ ისინი არ ხვდებიან თუ რა არის ქართული ხალხის მთავარი საფიქრალი და რა არის ქართული სახელმწიფოსა და ქართული ხალხის ქარიშხალში შეყვანა. ამიტომ კიდევ ერთხელ ავხსნი, თუ გვინდა რომ იყო მშვიდობის პროექტი, გაგანია ომისას არ უნდა მოითხოვოს სამომ გამოვლილი ქვეყნისგან რუსეთთან ესკალაცია, რაც ბრუსელმა გააკეთა. არ უნდა დააფინანსო ექსტრემიზმი, რაც ბრუსელმა გააკეთა. არ უნდა ჩაერიო არჩევნებში, რაც ბრუსელმა გააკეთა. არ უნდა დასწამო ქვეყანას ცილი, რაც ბრუსელმა გააკეთა. არ უნდა აფათურო უშნოდ ხელები ქართველების 1000 წრეულება გამოვლილ ღირებულებებში, რაც ბრუსელმა გააკეთა. წერს შალვა პაპუაშვილი.